გამარჯობა, დღეს ჩვენ ვნახავთ აი ამ პოზიციას. სვა თეთრებისაა და შამათი უნდა ჩავსვათ და მოვიგოთ. ხო, ნუ აქ შეიძლება იფიქრო, ეს შეუძლებელია, რადგან როგორც ხედავთ, ორი პაიკით მეტი ჰყავთ შავებს. ხო, შენ შეიძლება იფიქრო, ერთ-ერთს მოვაშორებო. მაგრამ ამით ფრე დასრულდება, აი ასე დასრულდება ფრე. აქ რომ ეფეწავა, მერე გაცვლა და ფრე დასრულდა. ამიტომაც პაიკს არ ვკლავთ. შენ შეიძლება იფიქრო, რომ მოდი მეფეს მივაშველებო. მაგრამ მასე უბრალოდ ქიში იქნება ყოველთვის. ქიში და ქიში. ხო, აქ არ მოკლა, ჩანგალია და საერთოდ წააგებ. ხო, ანუ მეფით გასვლა, არ გვაწყობს მეფით სიარული, ამიტომაც ჩვენ ლაზიერს დავსვავთ H1-ზე, H1-ზე ან E4-ზე. ხო, აქ და აქ რო იცოდეთ ერთი და იგივეა, მაგრამ მე ვფიქრობ H1 უფრო მაგარია. ანუ ნახეთ რატომ მეფეს ერთადერთი სვლა ეს აქ. აქ ეხა წესი არსებობს, რომელსაც ქვია კიბის საფეხურები და ნახეთ ზუსტად მასია ქიში, მეფე წავიდა 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 ქიში, მეფე წავიდა. ხო, აქ ქიშს ჩვენ აღარ ვაცხადებთ, არამედ ჩვენ ლაზიერს ვსვავთ S7-ზე. ხო, ლაზიერი ახლა სადაც არ უნდა წავიდეს, თუ ჩავთვალოთ აქ. შამათი. და თუ პაიკი წავა, შამათი. ხო, ეხა აქ შეიძლება იფიქრო, ამ ქიშის შემდეგ აქ წამოსვლა არისო კარგი. მაგრამ ეს შეცდომა არის. იმიტომ რომ ჩვენ დერვა უჯრას არ ვაკონტროლებთ. და ის მარტივად დაიცავს შამათს აი ამ სვლით. ქიში გაგრძელდება ისევ და ისევ. აი, რა ვიცი, მე მგონი ყველაფერი გამიხილა. დღეისათვის კიდე სულ ეს სიყვარდა გავიწყეთ ვიდეოს და ლაიქება და არხის გამოწერა. მე კიდე ამით დაგემშვიდობებით, ნახვამდის.